მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. ესე იგი, კვლავ ვიმყოფები მაღაზიაში, რომელიც იმყოფება დინამოს სტადიონის ცენტრალური შესასვლელის წინ. საბაძის რა ნომერია? პირველი. აი, შუქნიშანთან არის ეს მაღაზია. საბაძის პირველი ნომერი, რომელიც ადის ერეთის ქუჩას უერთდება. მოკლედ ეს არის მაღაზია მონადირე და მეთევზე. და ჩვენ ბატონ რამაზისთან ერთად გავივლით ახლა ყველაფერს დეტალურად. გაჩვენებთ ყველაფრის ფასებს. მაღაზიაში ფასები და ხარისხი არის ძალიან თანხვედრი და ძალიან მოკლედ სასიამოვნო. ბევრმა იცის ეს მაღაზია, ბევრმა არ იცის. მოგესალმებით ბატონ რამაზ. მოგესალმებით. საიდან დავიწყო და რა ვთქვა? მე მოგიწყეთ ახლა თქვენ აქ პატარა ყველაზე საინტერესო ესე ვთქვათ და გაყიდვადი იარაღების სტენდი. ესენი არის გლოკები, ესენი არის ჰეკლერკოხები. ძალიან დიდი ინტერესი ამ ბოლო პერიოდში აი ამ რევოლვერებზე. სამწუხაროდ ესენი მხოლოდ 22 ელერები გვაქვს არჩენილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ძალიან მოთხოვნადია რა. ფასი აქვს ძალიან მეგობრული და ალბათ ამიტომ. ასევე აქ არის იუგოსლავიის წარმოებული სასტავები, რომლებიც მეურადი სტატუსით არის, მაგრამ ძალიან კარგ საბრძოლო მდგომარეობაშია. და ყველაზე საინტერესო ამ მოდელებში ის არის, რომ არის 90-იანებში გამოშვებული და არის ლუგერზე. ეს იარაღი, კი ბატონო, 919 ლუგერი და მოგეხსენებათ ტყვია იაფია და შოვნადია. ამიტომ ამ იარაღს ბევრი სურველი ყავს და ჩვენ ახლა მოკლე მიმოხილვა გავაკეთოთ ზოგადად იარაღების, იმიტომ რომ ბლოგზე ზოგადი ინფორმაცია ყველას აქვს. უბრალოდ რადგან ეს იარაღები მოთხოვნადია და ხალხს ინფორმაცია არ აქვს იმაზე თუ მაღაზიაში სად რა როგორ ანაირი მარაგია, ამიტომ გამოვიცეთ ეს. ჩვენ წარმოვადგინოთ Glock 43X, Glock 48, Glock 19 მეხუთე თაობა და Glock 17 მეხუთე თაობა. ეს 4 იარაღი არის ყველაზე დიდი აი მოწონებით რაც სარგებლობს დღეს ბაზარზე. რაც ძალიან დიდი აი უყვართ თანამშრომლებს, უყვართ უბრალოდ მოქალაქეებს, ვისაც თავდაცვის იარაღი ჭირდება და კარგი იარაღები არის მოკლედ ეს და ფასები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან მეგობრული ფასები აქვს ამათ. Glock 43X-ის ფასი არის 2500 ლარი, სულ რაღაც. Glock 48-ის ფასი არის 2550, 19 2600, 17 2600. ესენი არის ყველა ავსტრიული იარაღები და თვითონ მომხმარებლებისგან გვესმის, რომ ძალიან კარგი ფასები აქვს. ჩვენს გვიხარია ეს ფაქტი და ვცდილობთ, რომ ჩვენი მომხმარებლები გავახაროთ. ყველაზე მთავარი ახლა აქ გვაქვს ძალიან იშვიათია, პატივისცემულო. ეს არის ჰეკლერკოხის მარკ 23. ძალიან სერიოზულია. ლეგენდარული მოდელი. კი ბატონო. ცოტა დიდი ბიჭების იარაღია ეს 45 კალიბრია. ამ იარაღის ღირებულება არის 8400 ლარი. სხვა პატივისცემულო, თქვენი მომხმარებლის და თქვენი მაყურებლის ინტერესის წყარო რა არის? აი, მაინც ჩვენს მომხმარებელს რა ინტერესებს, თქვენს რო დაგვეხმაროთ? აინტერესებთ სანადირო იარაღი და რა თქმა უნდა იარაღი, რომელიც უსტროლაში გვეხმარება, აი პნევმატურზე მაქვს ყურადღება გადატანილი. ის ყველა 22 ელერი და პნევმატურები ძირითადად. კი ბატონო. თქვენ იარაღის მოყვარული ბრძანდებით? კი ბატონო. არხით შესაბამისი გაქვს. მე ერთ მოდელს გაჩვენეთ თქვენ რა. რომელიც არის თურქული წარმოების იარაღი, კრალი. სხვათაშორის ჩემამდე რამოდენიმე მაღაზიაში შემხვდა ეს იარაღი რა. და ძალიან ესე მაინტერესებდა და ველოდებოდი ეს იარაღი ჩვენამდე როდის მოვიდოდა. მე ამ იარაღის ნაკეთობით ძალიან მოვიხიბლე და რატომ მინდა რომ ხალხს ამცნო ამ იარაღის შემოწმის შესახებ. ძალიან ხშირად მესმის ესეთი ტექსტი, რომ მინდა პატარა პისტოლეტი.
და ქალბატონების ხოდაშორის ეუღლებს ქალბატონებისთვის უნდა ხოლმე რომ შეიძინოთ. აი ეს იარაღი არის ძალიან საინტერესო იარაღი. თავისი ზომით, ფორმით, ვიზუალით, მონაცემებით, კალიბრით და ასე შემდეგ. ძალიან კომფორტული იარაღია. ხოდაშორის გავისროლეთ, ნახეთ. შედეგობრივადაც კარგ შედეგზე გავიდა და ღირს სულ რაღაც 1200 ლარი. ძალიან კარგი ესეთი ხელში კომფორტული დასაწერი იარაღია და მე ვფიქრობ, რომ თასიც ლოგიკური აქვს. ეს იარაღი მოწონებას იმსახურებს. კი ბატონო, გეტყვი. ხო, ეს იყო იარაღები, პისტოლეტების ძირითადი თუმცა პისტოლეტები არის ძალიან ბევრი მოდელი გვაქვს, აი ვაჩვენოთ, რადგან ინტერესი თქვენს გძანით, რომ პისტოლეტზე დიდიაო. აქ არის თურქული სარიკამ S19-ები, Glock 19-ის ანალოგები, 1100 ლარიდან იწყება ამ იარაღის ფასი. არის FXS 9-ები, HS-ის ანალოგები, 1250 ლარია ფასი. ასევე აქ გვაქვს შტეიერები, გვაქვს ჩეზეები, ჩეზეების ერთ-ერთი ცნობილი მოდელი ამოიღეთ. ჩეზეს ყველაზე ცნობილი და გაყიდვადი მოდელი იყო პატივცემულო ჩეზე 75 კომპაქტი. კი ბატონო. სამწუხაროდ მარაგი გამოგველია, მაგრამ მალევე გვექნება, ისევ შეიძლება. ასევე მოსწონთ ეს მოდელი, ეს არის P09, ტაქტიკური ვარიანტი, კომფორტული და მსუბუქი მოდელია. აი ესაც როლად. ტევადობაც წიდის 19 აქვს. საკმაოდ ხელში ესეთი ნორმალური იარაღია, თავის ფასთან მიმართებაში, ამის ფასი არის 2600 ლარი. ხო, ასევე კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მოდელი გვაქვს. ეს არის პატივცემულო გიორგი. ამ ისტორიით აქვს ეს იარაღი შემოტანილი. ეს არის ფრანგული ჟანდარმერიის იარაღი. ეს არის მეორადი იარაღი, ბერეტა 92. მოგეხსენებათ ხა ნახმარი იარაღთან თანამშრომლების რაღაც ვიზუალურად აღენიშნება ცირები და ზიანებები, მაგრამ ტექნიკურად იარაღი არის თითქმის უხმარი ყველა რა. და ეს იარაღი ის სულ რაღაც 1600 ლარი. ვაუ, და 92 ბერეტა არის 19. კი ბატონო, ბერეტა არის და 1600 ლარი ნახმარი. არის იმის საშუალებაც, თუ მომხმარებლის სურვილი იქნება, რამოდენიმე ეგზემპლარს ვაჩვენებთ და თვითონ ამოარჩიოს რა, მარტივად. მაგის გაშავებაც აღარ არის დიდერთული პრობლემა. კარგად. თქვენ როგორ ბრძანდებით პატივცემულებო? ვაუ, ეს რა კაი მოდელია და რა კაი ფაში. ბერეტა 1600 ლარი ძალიან კი, ძალიან კარგია. კიდევ რა გვაქვს საინტერესო? ხო, აი 57-ებიც გვაქვს სხვათა შორის. აი 57-ებს ვთქვათ ორი სიტყვა. 57. კონკრეტულად ეს 57 არის MK3, არა MK2 ბოდიში. ესე დააწვინეთ მხოლოდ ეს ფერი გვაქვს რა, პატივცემული. აი, მხოლოდ ეს ფერი გვაქვს, ეხლა ამეტანზე გვაქვს. კალიბრი 5 და 7-ია. 5 და 7 გვაქვს. ასევე MK3-იც, რომელიც არის შავ ფერში და ძალიან კოიოჩი წამოგენილი. ისინი ღირს 6200, ეს ღირს 6400. 6400. ხოლო ამ მოდელს აქვს მჭიდი 10-იანი და MK3-ს აქვს 20-იანი მჭიდები. კი ბატონო. ხო, ეს ვარიანტიც გვაქვს. ასევე Glock-ის ბევრი მოდელი გვაქვს, რომელიც ახლა აქ ფიზიკურად არ გვაქვს წარმოდგენილი რა, მაგრამ სრული შემთხვევაში შეუძლიათ გარეკონ, გადაამოწმონ, ასე შემდეგ. ჩვენი სასაჩუქრე ყუთია თეკლერკოხის. კი, თეკლერკოხი და ასევე თეკლერკოხი გვაქვს კიდევ რა ვარიანტი. გვაქვს ექსპერტი თეკლერკოხის, ესეც 45 კალიბრია. და გვაქვს ექსპერტი 919 ლუგერის წარმოდგენილი. ესეც თეკლერკოხია. კი ბატონო, ესეც თეკლერკოხია, ეხლავე ესეც თეკლერკოხი. 100? 6000 ღირს ექსპერტის ორივე მოდელი. აღმოჩნდა კალიბრის. კი ბატონო. ამათ ახლა პროებით შევინახავ. გლეთ ამ მაღაზიაში ძალიან ბევრი
მოწყობილობები და აღჭურვილობებია. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სანადირო, სათევზაო, ფუთუკები, ათინკები, ვალინკები, მოკლედ ბოტები ყველანაირი ზომის, ფორმის, მოდიფიკაციის, ფასები, გადასარევი. ეხლა ეს 70 ლარიანი ათინკი ავიღე ხელში და ისეთი მსუბუქია, რომ რა ვიცი. არის მაგალითად აი ესეთი არის მინიატურა. ესეთი არის გადავიდეთ ცეცხლსრული იარაღზე, ოღონდ სანადირო, არა თუ? კი ბატონო, კი ბატონო. საიდან დავიწყოთ? მე ვფიქრობ, რომ ოლულიანები და ყველაზე ოთხონადი სანადირო თურქული თოფი დღესდღეობით არის ატა არფსი. ატა არფსი, კი ბატონო. ეს იარაღი არის ალბათ ჩემი აზრით ყველაზე ისეთი პატივსაცემი იარაღი თურქულ ბაზარზე, იმიტომ რომ მე ამ იარაღისგან ნაწყენი ადამიანი არ მახსოვს რა. ოლულიანია, ხო? ეს კონკრეტული მოდელი ახლა იმიტომ ავიღე ხელში, რომ ეს ბაზარზე არ ყოფილა ეს მოდელი. ეს არის SPS ოლულიანი მოდელი, რომელიც არის კამუფლირებული. კამუფლირებული და არის მსუბუქი, ზემსუბუქი. მხოლოდ ეს მოდელი გვაქვს 76-იანი ლულით, სანტიმეტრიანი ლულით წარმოდგენილი. ჩოკები 5? ჩოკი 5. კი ბატონო. ფასი რა აქვს? ფასი აქვს ამ იარაღს 2500 ლარი. აუ რა კაი. შვენიერი ფასიც აქვს, შვენიერი ფასიც არის ატა არფსი. კი ბატონო. არის ესეთი ლამინირებული ვერსიაც, ლამინატის კონდა. ძალიან ლამაზი. 12 კალიბრა ლულა 71. მაპატიეთ შეკითხვა მაქვს. თუ შეიძლება მაგ ცალ-სასხლეტიანების სტენდზე გამოყენება სპორტული სროლისთვის? ატას შეუძლია. კი, ატას შეუძლია იყოს იმ კლასის იარაღი და ის მოთხოვნები დააკმაყოფილოს და უშუალოდ რაც სტენდს აქვს რა და სხვადასხვა მიმართულებები იქ არის ტრაპის დისციპლინა, სკიტის დისციპლინა და ასე შემდეგ რა. ამ შემთხვევაში, როცა მომხმარებელს კონკრეტული დისციპლინა აინტერესებს, ატაში არის იმის არჩევანი და აიღებს 71 მეტრს თუ აიღებს 66 მეტრს რა. გასაგებია. კი ბატონო, და სხვათა შორის დღესაც ჩვენს ფედერაციას ატას თოფები ემსახურებიან და იყო საუბარი, რომ დაახლოებით თითო იარაღს ამდენი ექნებოდა ნასროლი. თითო ატა ანსის SPS მოდელიდან გასწორია დაახლოებით 100,000 ლარამდე რა. და ის იარაღები დღემდე ემსახურება სერვისს რა. რაღაც საინტერესო ითით ბოლოში ატა არმსის რაღაც 1050-იანი. არა, ის ატა არმსი არ არის, ეს არის C400. ეს თურქული ერთ-ერთი იარაღია. ესეთი ბრაუნინგის მაქსუსის ვიზუალზეა დამზადებული. ეს არის კონკრეტულად არის 2017 წლის მოდელი და საკმაოდ კარგად დამუშავებული იარაღია რა. 12 კალიბრი. 12 კალიბრია, გაზის სისტემაზე მუშაობს ეს იარაღი. ზუსტად არის ანალოგი შესრულებული ბრაუნინგის რა. მუშა ბევრს აქვს, კმაყოფილები არიან, მაგრამ მაინც ბიუჯეტური იარაღია. რა თქმა უნდა, ის ვერ იქნება, რაც საიდანაც ის არის დამზადებული. გასაგებია. ხო, ანუ ატას მოდელია ეს. არა, ეს ატა არ არის, ეს არის C400, ასე ქვია ფირმა დამამზადებელი. აჰა. აქ გვაქვს ორი იარაღი კიდე. ეს უყვართ ხოლმე ეს რა შემოდიან მომხმარებლები. ამ იარაღის ახლა უყვართ ეს მოსწევს ეს ვიზუალი, ეს კლასიკა, ეს მიმართულება მოსწევს. ძალიან ლამაზი კონდახია. ცოტა თუ რისკავს ამის ყიდვას, მაგრამ ბევრს მოსწევს. ეს არის იტალიური საბატი კომბინირებული 20-223-ზე. 223-ია. 20-223-ზეა. მოგეხსენებათ ეს გამოიყენება კლასიკური ნადირობის. კი ბატონო, საბატი. თეთრზე და ასე შემდეგ. 20 კალიბრა ზემოთ 223 ქვემოთ. კი ბატონო. ეს უფრო ნადირის თოფს რო ეძახიან, ეგ ვარიანტია. კი ბატონო.
სხვა რა შემოგთავაზოთ პატმა გიორგი? ატარმსებს გავყვეთ ალბათ თქვენ რა. ატარმსის აი აქეთ დავდე ახლა მე. საინტერესო მოდელები გაქვს გაზგადამტენი და ინერციული. ყველაზე მოთხოვნადი და ყველაზე კიდმადი იარაღი. ეს არის Neo X, რომელიც არის თავის წინამორბედთან შედარებით 5+1 ტევადობით, არის გარეჩოკებით. ისია იარაღის კონსტრუქცია აწყობილი, რომ შეგიძლია ისროლო ღია და დახურული თამასით, აქვს ასევე ოპტიკის სამაგრი, ასე გამოკვეთილად, რომელიც იძლევა საშუალებას ნებისმიერი მომხმარების სურვილის სამეფო დააყენო, რაც გაგიხარდება. არის რა თქმა უნდა ინერციული, როგორც Neo-ს ყველა მოდელი. საკმაოდ მუშა და გამომდგარი. ზოგადად ინფორმაცია მე იმდენად გავრცელებულია. ანუ ატანეოს გაზგადამტენი მოდელი არა. როგორც ატარმსი არის ფირმა ატარმსი CY მოდელი არის გაზდამტენი მიმართულება, Neo არის ინერციული მიმართულება. Neo-ს ყველა იარაღი, რომელსაც Neo ქვია, არის აუცილებლად ინერციული, C არის უკვე გაზდამტენი სისტემა. კი ბატონო, გასაგებია. ესეც არის. Neo-ში გვაქვს ძველ Neo-ში შავი პლასტიკი, გვაქვს 71-ის 70 ფასებით თქვა თვალიერი 66 ლულით. შავი პლასტიკის სტანდარტული ძველი Neo-ს ვერსია, რაც არის 1850, Neo X ღირს 2300 ამ ეტაპზე. გასაგებია. გვაქვს Neo-ს ესეთი იარაღი, გვაქვს ეს ერთი ცალი დარჩენილი. ეს არის Neo Phone X. ეს ხე არ არის, ფირია გადაკული მე ეს მასალაზე რა, მაგრამ საკმაოდ კომფორტული და მსუბუქია. ანუ პლასმასია ფირი გადაკული. არა, პლასმასი არა, ხეზია, მაგრამ ნატურალური ხე არ არის შიგნით. MDF-ის მასალაა, როგორც მე ნახე. კი ბატონო. ატაში გვაქვს შემდეგ Neo-ში დიდი არჩევანი ამ ეტაპზე მოგეხსენებათ სეზონი დაიხურა. კი ბატონო, დახურულია და უკვე მიდის მარაგების შევსება. აი ეს მოდელი მოსწონთ კიდე მონადირეებს ძალიან. ეს არის Neo-ს Woodcock. ეს არის ნამდვილი ხეა? კი, ეს ნამდვილი ხეა, ეს აკალია. ამ იარაღში ტევადება გვაქვს 2+1, სულ 3 ვაზნა მიდის. არის 61-იანი, ტონით 2 კილო და 800 საშუალოდ. ელზე კათავზე ძალიან მოსახერხებელია. თვითონ არის Neo Woodcock, ასე ქვია სახელი რა. მოკლეა ესე იგი. კი, არასტანდარტული Neo ეს 2+1 აწყობილი. ატაში გვაქვს ასევე ესეთი ძალიან კარგი თოფია ესეც. ეს მოდელი არის ატარმსი C Limited Edition. სულ გამოსულია ეს იარაღი 1500 ეგზემპლარი. სასაჩუქრევარი, ანუ საიუბილეო მოდელია უბრალოდ. ამ კონკრეტული იარაღს აწერია, ეს არის იმ 1500-დან 579 მოდელი. ყველა არის შესრულებული მეორე ხარისხის კაკლით და საკმაოდ კომფორტული, დახვეწილი, ესეთი 71 სტანდარტი. იყო მოთხოვნა, გვინდოდა 76-ის, მაგრამ მხოლოდ 76 ქონიათ გამოშვებული რა. ანუ 1500 წელია საერთოდ დედამიწაზე გამოშვებული. ეს Neo-ც ასე იყო და C-ც ასე არის. ეს წერია გარკვევით ყველაფერი. ნახეთ, შეგიძლიათ დააფიქსიროთ. ანუ საიუბილეო მოდელი. აწერია ლიმიტირებული ვერსია რო არის და ესეც ის არის გაზგადამტენი. ეს გაზდამტენია ეს კონკრეტული. კი ბატონო. უფრო Neo-ს უფრო დიდი ინერციული არაქვს, უფრო მეტი მომხმარებელი ყავს. კი ბატონო. მოდიან მომხმარებლები, არა აქვს ინფორმაცია, მაგრამ დაგვარიგეს რომ გვინდა ინერციული არა. კი ბატონო. მოვლა ადვილია, რატომღაც ხშირად არის კითხვა ასეთი, აი გაზიჯობია თუ ინერცია. ამ კითხვაზე მე მინდა ყველას, აი რადგან ეს ვიდეო ჩაიწერება, მე მინდა ყველას მიმართო ესეთი იმით, რომ არ არის ესეთი თეორია, რომ გინდა არ გინდა გაზიჯობია, ან ინერცია ჯობია. ეს საკითხი წყდება უშუალოდ იარაღის კონსულტანტთან, როცა მოდიხარ და მე ვხვდები, რომ მე მინდა იარაღი ამისთვის და ამის. დაუშვათ, ნადირობ ძირითადად ღორზე, ნადირობ ძირითადად გარეულ, აი ესე ტყის პირობებში უფრო სწორად რა.
უკვე იქ სხვა ტიპის იარაღი ირჩევა. თუ ძირითადად ადამიანის ნადირობს დასავლეთში, იხზე, ასე შემდეგ, იქ უკვე სხვა ტიპის იარაღია საჭირო და ცოტა რთულია, რომ აი დასავლეთის პირობებში ხის თოფი ამუშავოს ადამიანს. ჩვენ გვჭირდება მეტი ინფორმაცია უნდა მომაწოდოს მომხმარებელმა, რომ მე მისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება შევძლო რა. რა მოკლედ ესეთი სიტუაციაა, რომ აი ძალიან გვიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, როცა გვეუბნებიან ინერციული ჯობია თუ გაზამთრელი რა. და ამიტომ ყველას თხოვ იმას, რომ მეტი ნდობა გამოუცხადონ ყველა იარაღის მაღაზიაში მომუშავე კონსულტანტებს არიან აგრონში არაჩვეულებრივი პროფესიონალი ბიჭები, მუზარაჩი გიორგი, აგერ კალიფის ზურა და ეს ბიჭები ყველა ცდილობენ, რომ ადამიანს მაქსიმალურად შესთავაზონ ის, რაც მას გამოადგება და ამიტომ ის კითხვა, რომ რომელი ჯობია, გაზი თუ ინერცია, ამაზე პასუხი არ არსებობს სამწუხაროდ და ორივე ძალიან მუშა და ორივე გამომდგარია. ამ კითხვაზე პასუხს ვცემთ ხოლმე ასე ბატონო გიორგი. ნახევარ საქართველოს მოგეხსენებათ ამ სამფენო მაქვს. ნახევარ მონადირეებს აქვთ ატანეოთ ორივე ძალიან მუშა იარაღი, ასევე სტოგერი ძალიან მუშა იარაღია და ამიტომ ძალიან გვიჭირს, რომ ესე ერთი ხელის მოსხით პასუხი გავცეთ და უთხრათ, რომ ამ ჯობია ან მეორე რა. შველიერი პასუხი. გვაქვს სტოგერებიც. კი ბატონო, სტოგერები. ამ სტოგერსაც ძალიან დიდი აუდიტორია ყავს, ძალიან მოსწონს. სხვათა შორის წავიკითხე, შტოგერი ყოფილა ბერეტა გრუპი. ასე ეწერა განხილვაში. სტოგერი მზადდება პატიცემულო თურქეთში, ქარხანაში, სადაც მზადდება ბერეტა, ბენელი, ფრანჩი და სტოგერი. ეს ოთხივე იარაღი მზადდება ერთ სივრცეში. გავლენა და ხარისხი ამ იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებზე აისახება. ძალიან მუშაა რა. იმდენად მუშაა, რომ აი მეტი არ შეიძლება რა. აქვს თავისი მინუსი, პლუსი, რა თქმა უნდა, უნივერსალური იარაღი არც ერთი არ არის და ესენი რამდენადაც მუშა არიან, არის მე მაგალითად სტოგერში არ მომწონს მხოლოდ მისი კომფორტი. ნაკლებად კომფორტული იარაღი ნეოსთან შედარებით რა. მაგრამ ამ ბოლო პერიოდში ეს ვეორები ცოტა დაამსუბუქეს, აი ეს ვერსია 2 უკვე ახალი გამოშვება. ეს ინერციულებია თუ ყველა სტოგერი ინერციული. სტოგერს გაზაფხული არ აქვს. და ამიტომ მუშაობენ დახვეწაზე. კი ბატონო. კი ბატონო. აი აქეთ არის რაღაც ტყვის თოფი რაც გვეკვი მაგას. რომელი პარტია? აი აქ გვარჯილი, აი 2500. ეს არის ადლერ. ადლერ და ავტომატი. კალიბრი 308. იდის ტევადობა 5. ეს კონკრეტული არის გენერაცია 3. საკმაოდ მუშა, გამომდგარი თოფია, მოთხოვნადით არის. ნახევრად ავტომატურია კი ბატონო. კარგი იარაღია, სული იარაღი არ არის. თქვენ გქონდათ აქ ბოლტი ისი ატა არსის თუ არ ვცდები? ატა თურქუას ყველა მოდელი ამ ეტაპზე ამოკიდულია. როგორც 6 და 5 წვიდმორი, ასე აი ის რა მოდელია ზემოთ არის? 220 წვით უთხრათ ჩვენ მაყურებლებს. საინტერესო ეს სწავლა. ეს არის ჩემო კარგო. ბოლტია ესე იგი. ეს არის შტეიერის იარაღი. მაგარია. ავსტრიული. ამბობლად მანიშლერი ესეთი ავსტრიული მოდელი. კალიბრი 308. თუ რა მაგარია, კონდომებული. ამას თავისი ოპტიკაც აქვს, უბრალოდ ოპტიკა იმდენად დიდია და არაგაბარიტული, რომ იქ ვერ ვაკეთებ სადაც ვიდო. შეუარია. ერთი მინუსი, აი როგორც ჩემი მეგობარი იტყვის ანზორი, არ აქვს მექანიკური სამიზნე და აი ამას ამაში ვერ გამოიყენებ. თორე დანარჩენი ამ იარაღს გაგჭირდება. ეს იარაღი იმისთვის არის შექმნილი, რომ ამას მექანიკური სამიზნეები დამიჯერე რომ არ სჭირდება რა. ფასით თქვა თავი. როგორც მახსოვს, ეს არის სტეიერის სკაუტი ქვია ამ მოდელს თუ სწორად მახსოვს რა. და რა არის? $5000. ვაუ. თავის ოპტიკით რა თქმა უნდა. თუ არა? კი. და მაგარი სტეიერის. ეს სხვა
უსწროლაში ამას არაჯურებს არა. არ დაგიტესტავს ისე. კი ბატონო. გავაგზავნოთ კი ბატონო. მივედით ყველასთვის საყვარელ ფენომასთან. ფენომა. ამ ფენომა. გვაქვს ეს იარაღიც. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ბაზარზე ტიპიკი ამ იარაღის, როგორც 1000 მდგომარეობა ლულის სიგრძე კალიბრი. 71-იანი გვაქვს. ამ ეტაპზე შავი პლასტიკი და გვაქვს MAX 5 კამუფლირებით, ისიც 71-იანი. 100,800. 1800 ლარი კი ბატონო ეს მოდელი. ესეც ინერციული არა. არა, ფენომა გაზაატლოდი. პირველი თაობის ფენომა არის აუცილებლად გაზდამდელი. აჰა. აირთუშიანი როგორც იტყვია. დასაგებ. ფენომას აქვს ინერციული ისიც გვაქვს აუცილებლად. ფენომას ინერციული თოფი არის ეს. აი, აურა ფენომას ინერციული. ეს გვაქვს სამფერში. არის კამუფლირებული, არის შავი და არის ასევე ხეში. და ის აქვს, გარეჩოკი აქვს, კი. მხოლოდ X-ისგან განსხვავებით, ამას აქვს 3 გარეჩოკი, X მოყვება 5 გარეჩოკი. აჰა. და X არ მოყვება პლასმასის კეისი. ამას მოყვება პლასმასის კეისი, მაგრამ X-ი გაცილებით ბევრად მოთხოვნადია მაინც და იმიტომ რომ ალბათ მე ვფიქრობ რომ ატა. ტექნიკურად ეს იარაღები ყველას ერთი შესაძლებლობა აქვს რა. არის ეს კითხვაც, აი რომელი ჯობია. ცოტა რთული საფრთხეა ბატონო გიორგი, რომელი იარაღი ჯობია ესე. ძალიან ბევრი ადამიანს აქვს და აკმაყოფილებს ეს იარაღი მომხმარებლებს, ასევე ატაც მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რომელი ჯობია. ნელი საქმეა იარაღი უნდა დაიტესტოს, გაისროლო და აუცილებლად პირველი რასაც თხოვ ჩვენს მაყურებელს, რომ იარაღი აუცილებლად უნდა მოირგოს ადამიანს. უნდა მიიდოს ხაზზე, უნდა ნახოს ტექნიკურად და ასე შემდეგ რა. ეს არის თავარი. სხვა ჩემოკარგო მოკლედ ეგრეთ წოდებული ამერიკული კელტეკი. კი ბატონო. კელტეკები გვაქვს. კელტეკი წარმოდგენილი გვაქვს ტრადიციულად სამფერში, არის შავი, არის კოიოტი და გვაქვს მწვანე ვერსია. გრინ. მოგეხსენებათ, ეს არის 19 ლუგერი. აი, ეს გენერაცია 3-ია თუ? გენ 3-ია აუცილებლად რა, იმიტომ რომ გენ 3-ს აქვს თავისი დიდი დადებითი მხარე კოლიმატორის დაყენების შემთხვევაში. ეს თავი ბრუნავს. აჰა. კოლიმატორი მოექცევა უკვე გვერდზე და იძლევა იარაღის სრულად აკეცვის საშუალებას. რა მაგრამ მოწონს ერთ კაცს, ვიცი. სპორტაშორის ამ ბოლო დროს ძალიან გააქტიურდნენ მომხმარებლები ამ კონკრეტული იარაღს. ყველა ერთი იგივე ტექსტს ამბობს იმას, რომ ძალიან კომფორტულია გადასაადგილებლად და ასევე საშუალება. ო, ვაზნა ჩვენთან თუ მომხმარებელი, აი მაღაზიას აქვს ესეცა, თუ მომხმარებელი იარაღს ჩვენთან შეიძენს და ის ლუგერზე იქნება, ხო? ლუგერის ვაზნის ფასი არის 90 თეთრი. სულ რაღაც რა. და საკმაოდ კარგი ხარისხის ვაზნია. ხშირად ამ იარაღზე მისვენენ კითხვას რა, მომხმარებლები როგორ იშლება ეს იარაღი? არაფერი, აი ამ ბერკებს მხოლოდ ჩამოწევდა და იარაღი კეთება. ეს არის ამის ჯაყჯაყება ხო არის ის მაგადასახვა. სპორტაშორის ჯერჯერობით არ გქონია მსგავსი რაღაცები. უბრალოდ მომხმარებელს ყურადღება მართებს, რომ აი აქ ეს კონსტრუქცია ჭანჭკებზე აწყობილი და ესეთი ისინი აქვს უნდა გადაამოწმოხონ პერიოდულად. სპორტისტები დაშვება ხო არ მოხდა ასე შემდეგ. ცოტა შესაძლებლად ჭირდება ესეთიც უნდა და ასე შემდეგ რა. ყველა იარაღს უნდა უცებ. თქმა უნდა. ამერიკას მარტივია უფრო მეტი მოვლა ჭირდება. კი ბატონო.
ერთი შეკითხვა მაქვს კიდევ თქვენთან. ისვენ ბატონო. აი ორ სიტყვას რა სიტყვით პნევმატურებთან დაკავშირებით თუ პნევმატურებთან დაკავშირებით გადმოვიღოთ თუ როგორ ვქნათ. აუცილებლად გადმოვიყოთ, რომ ახალგან ნახოთ. იმიტომ რომ ძალიან PCP არაღი ძალიან წამოვიდა. უკვე ყველაზე ესეთი ამ ეტაპზე გაგიდვადი PCP არის P35 X მოსწოდ ძალიან და ეს მოდელი. ამ მოდელს ერთი ძალიან დადებითი ის არის ძალიან მსუბუქი, პატარა, მაგრამ გვავაწყდებით აქ ერთ პატარა პრობლემას, რომ ეს იარაღი ტარებით არ ფორმდება. ამის გაბარიტები ჩვენი კანონმდებლობა ამას თვლის აი ასე ამ სტანდარტებში. და ეს იარაღი არ ფორმდება სამწუხაროდ. უნდა მიიტანოს მომხმარებელმა ეს საკეცი კონდახი აუცილებლად კვალიფიცირებულ ხელოსანთან, რომელიც ამ კონდახს დააფიქსირებს ისე, რომ ეს აღარ მოიკეცოს. და უკვე ათვლა დაიწყება ამ სრული სტანდარტი, ზონა. მე უკვე დაურეგისტრირე. კალიბრი 4 და 5 მმ-ია. ეს არის მოდელ AP900 Snowpack-ის. ძალიან დიდი გამოხმაურებელია. ისე იყო, რომ ამას სპეც ისინი იყო შეკვეთები, რომ აი უნდათ მომხმარებლებს და გვაქვს ამ ეტაპზე მარაში. არის მეორე ვერსიაც კი ბატონო. ეს საფასიანი. ეს არის 600 ლარიანი ვარიანტი. ეს 600 ლარი. არის ესეთი 480 ლარიანი ბიუჯეტური ვარიანტები Snowpack-ის დამწყებს სრულიად აკმაყოფილებს რა. ესეც ისაა ხო იბერება ბალონზეა. კი, ესეც აუცილებლად ბალონზეა. კი ბატონო. აქ PCP-ები რაც გვაქვს თითქმის ყველა ბალონზეა. ერთი სუდი ფაქტი ის არის, რომ არც ერთ არ მოყვება თავისი ნაცვლად. მომხმარებელმა ეს აუცილებლად ცალკე უნდა შეიძინოს რა. ნაცვლად ცალკე. ეს არის გადავტეხი ხო რომ წდება? კი, ესენი არის გადასატეხილულებით უკვე სტანდარტული კისტი. ტირი. ასები არის ბატონებო 200 ლარი, 300 ლარი, რა ვიცი, ყველანაირი 130 ლარიდან იწყება. 130 ლარიდან იცავს. ჩინური Snowpack-ის ფირმის იარაღები და არის ფოტოშოპი ძალიან კარგია, ჩინური ზუსტი სროლისთვის არის გადასარევი. ორი სიტყვა ვთქვათ ბიუჯეტური იარაღზე, ყველა სიტყვით. მოკლედ როგორც მაშინ ისე ახლაც გაჩვენებთ, რომ არის მოკლე კომპიანი იარაღები. და არის ფასები ისეთი, როგორც იყო შარშან. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გადავიღეს მაღაზია, აი ფასი ისევე აწერია 450 ლარი. არის, რა თქმა უნდა, 223 რემინგტონები. არის AKM-ის სისტემის თურქული ავტომატები, უпроსორად ნახევრად ავტომატები. და ფასები არის ესეთი. ალბათ 2500 ლარი შავი პლასტიკის ვერსია. კომპლექტაციაში მოყვება 230-იანი მტივი და საწმენდები. თავისი პლასტიკის AKM-ი? დიახ, AKM-ია, საკეცი კონდახით არის. ხეღეს 2600. ორივეს კომპლექტაცია არის. პლასტმასის კეისი, 2 მტივი და საწმენდები. არის ოლსკუენის ფირმის, ესეთი წარმომავლობა, ესეც ქვია ქარხანა დამზადებული. მოდი გადმოვიღოთ თავი. აუცილებლად, კი. აი ესე გამოიყურება ეს იარაღი მაჩვენო 2500 ლარი? დიახ. სულ რაგა. თურქული AKM. 762-29. რა თქმა უნდა. ესეთი კონდახით კიდე მოყვება აქსესუარები? კი ბატონო, აქსესუარები, ორი ჭიდი, საწმენდი და პლასმასის კეისი. აბა შენაღვათ. ნუ ასეთია მისი კომპლექტაცია. არის ხის იმიტაცია. კი ბატონო, არის ხეც. ვინც გადაცებული ხართ ტყვის და სხვათა შორის არის რის ცუდად როგორც მე გავიგე. ტექნიკურად არის ძალიან გამართული იარაღი. კარგად ისვრის. პლასტიკის ვერსია აღარ დაგვრჩა უკვე. და როგორც მომხმარებელმა გითხრეს, რომ ძალიან კარგია მოსწონთ.
ფასიც შესაბამისად ბიუჯეტური აქვს და რა თქმა უნდა ის ვერ იქნება, მაგრამ მოყალოს დააკმაყოფილებს ჩემი კი აზრით. ბატონო. ეხლა ვანახოთ ბიუჯეტური ხო, აუცილებლად სანადიროი არა. მოკლედ. თქვენ გადაიღეთ ერთხელ ვიდეო ამ იარაღთან კი ბატონო. დაკავშირებით. ძალიან ბევრი ნახვები ქონდა მაგ ვიდეოს. სარიკა მარმს სარიკა ჯავსი ეგრეთ წოდებული. ეს იარაღები არის ყველაზე მოთხოვნადი დღეს. კი ბატონო, მე ამით ვნადირო, ეს მაქვს უბრალოდ ხის კონდახი თქვენთან ნაყიდი, შევიძინე შარშან და რა ვიცი, ჯერჯერობით ცოცხალია და მუშაობს. ძალიან ბევრს აქვს უკვე. 1000-ობით ეგზემპლარია გაყიდული პატიცემლო. არის გასამდენი სისტემა. ეს ღირს პლასტიკი ღირს 650. ჩვენთან ყველა იარაღს აქვს გარანტია. აუცილებლად რა. გარანტია ითვალისწინებს ტექნიკურ გარანტიას. ტექნიკურ გარანტიას ითვალისწინებს, რომელიც თუ რაიმე ხალხური წუნი აღმოჩნდება იარაღში, მაღაზია პასუხისმგებელი და აუცილებლად იარაღს შევაკეთებთ რა. კი ბატონო. ეს მიუხედავად იმისა, რომ 650 ლარიანი და 750 ლარიანი იარაღებია, მაინც ვრცელდება ეს გარანტია, იმიტომ რომ გაამართლა რა, ძალიან კარგად მუშაობს რა. მაინტერესებს ეს კელტეკის მდგომარეობა და ორი სიტყვით რო გითხრათ. ეს არის 5.56 კელტეკი. ჭიდის ტევადობა აქვს 10. ესეთი საინტერესო კონსტრუქცია რო აი თავისი ეს ტიპჟირი არის ასევე მისი სოშკები. ესეც ანალოგიურად იმ კელტეკისა შვაზე იკეცება. აი ამ ბერკეტით არის დაფიქსირებული. და ხირს ეს მოდელი 3000 ლარი არის 5.56 და მეორე მჭიდიც მოძებს ხო? კი, მეორე მჭიდის და ჭიდები თავსდებიან აქ, პატიცემლო კონდახში. ესეთი საინტერესო მოდელია, მაგრამ ნაკლებად იციან ჩვენთან. აი 22 ელერი ბევრს რო გაინტერესებთ, რას გვეტყვით 20 სიტყვით ამ ნახევარ ავტომატურ 22 ელერს? საკმაოდ ბიუჯეტური იარაღია. ორი მჭიდი მოყვება 10-იანები. ჩვენთან ახლა ეს იარაღი წარმოდგენილია 800 ლარში. აი ამ კომპლექტაციით, როგორც ხედავთ. ამაზეც ანალოგიურად ვრცელდება გარანტია. კი ბატონო. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის. მოკლედ თურქული ნახევრად ავტომატები, ეს არის 308 კალიბრი. ეს არის 19 ლუგერი. 19 ლუგერი, ეს თურქული. თქვენ დასაწყისში მითხარით, რომ რეტაები მაინტერესებს, ძალიან აქ გვაქვს რეტაის თითქმის ყველა მოდელი. გორდიონები, გვაქვს ახალი მოდელი Air Control Extreme 1800 ლარში. გვაქვს ტიმბერი, ეს ტიმბერ ბრონზე ვერსია რაც არის. არის სტანდარტული მასაიმარა 71-76 გორდიონები და ასე შემდეგ. თითქმის ყველაფერი გვაქვს ამ ეტაპზე. კი ბატონო, არის როლულიანი თოფები, ვისაც დაგაინტერესებთ 1300 ლარშიც კი არის აგერ. კი ბატონო, 200 ფლეტიანები არის ასევე 100 ფლეტიანები. და 200 ფლეტიანი იჟექტორიანი, რომელიც ძალიან ბევრი თითქოს 20 კალიბრიანი თოფები თუ 20 კალიბრის თოფი მაქვს პატიცემლო ამ ეტაპზე. მხოლოდ რეტაიში, ნახევრად ავტომატური. არა, მაქვს კიდევ ერთი ბიუჯეტური ვერსია. ეს არის კრალის ტუნდრა. აბა ნანაკი. ტინის ჩარჩოზე. 20 კალიბრი, 20 კალიბრი, 71. ეს კონკრეტული არის იჟექტორებზე. ეს არის 20 კალიბრი, 76 მმ-იანი საუბრი. 1200 ლარი. აი ვისაც დაგაინტერესებთ ამ წერთ ხოლმე 20 კალიბრის თოფები, 20 კალიბრის თოფები, აბატონო 20 კალიბრის თოფი ძალიან ლამაზი კონდახით და ტიპჟირით და ძალიან კარგ ფასში. და არის კიდევ ნახევრად ავტომატური 20 კალიბრი. და ამას რა ფასი აქვს ნახევრად ავტომატურს? 1500 ლარი. 1500 ლარი. მოკლედ, ბატონებო და ქალბატონებო, დაგემშვიდობებით. ეს ესეთი პატარა ვიდეოთი შემოიფარგლოთ. აიგენეთ. და სხვა დროს უფრო ვცლად. დაემშვიდობეთ ჩვენ გაგზავნებოდეთ, წარმატებებს გისურვებთ და გამოიწერეთ ბატონი გიორგის არხი. მადლობა. ქალბატონო მზია 80 ნომრით